წინ ყველა წინ გამიეთ ნელ-ნელა ნოჩქარო მიდი რო ყველა გამოჩდეთ თორე არ გამოჩდებით წავიდა აშორდი ცოტა ჩამორჩი ბიჭო ჩამორჩი ბატო საუკუნეები შუბზია გიგია ციხე ანძა ხატის საფლავები ღია ხარზე გაგიდევს და ზღაპრად წაგიღია მიწავ ძველის ძველო შეგთხოვ მაპატიო თუ ვერ შეგეშველე იმ საშინელ დროში თუ ვერ მოვკვდი შენი ჩალისფერი დროში მშობლებს სახურობდეთ ჩვენი ადათია და მე შენთვის მინდა რაც კი მაბადია ჩემო ვენახეთო შენ გზებს ვეცისკროვნე მე ვარ შენი სულის ერთი მეციხოვნე მე შენ დაგიმავდე ნიჭი მწყალობელი და მე დავიბადე შენი მგალობელი ღმერთო რამხელა სიტყვა გითქვამს საქართველო რამხელა დაზრდინან იმერეთის ლურჯი კორდები ბევრს არაფერს გთხოვ მათ გულმკერდზე უნდა დამასვენო მე როცა მოკვდები ღმერთო რამაღალი სიტყვა გითქვამს საქართველო ღმერთო როგორ შვენის ვენახი შენი მხოლოდ ვაზის ცრემლით უნდა დამასველო რომ არ დავიღუპო მტრისგან განწირული ღმერთო რა მართალი სიტყვა გითქვამს საქართველო ღმერთო როგორ შვენის ხელი და წიფური ჟამი უამური აღარ გამაგონო ქართველთ მოუმრავლე სათნო ყურძნის ხენი ღმერთო რა უკვდავი სიტყვა გითქვამს საქართველო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ტარველთა მოძალებული თარეშისგან ქვეყანა აოხრებულია ხალხი წელში წლება დამამცირებელი ხარკის გახევით ასეთ პირობებში გულანთებულ მეომრებს ქვეყნის კეთილდღეობისაკენ მიმავალ გზაზე წინ უნდა გაუძღვეს ძლიერი პიროვნული ღირსებით შემკული სახელმწიფო მოღვაწე 1073 წელს ქუთაისში მეფე გიორგი მეორის სასახლეში დაიბადა ყმა რომელსაც გასაოცარი სულიებს შეულებრივი სიდიათვისთვის საისტორიო ფორტუნისაგან სამარაჯა მოკვდავება ელოდა ძეობა აღმოჩნდა უაღრესად ფეხბედნიერი საქართველოსათვის დაიბადა ყველაზე დიდი გვირგვინოსანი ხელმწიფეთა შორის სახელად დაარქვეს დავით მეფობის რიგით დავით მეოთხე შემდგომში ჟამსახელმწიფობისასა მასში ამკობს უმშვენი ერეთის ზედსახელით აღმაშენებელი დიდი ვახტანგ გორგასლის შემდეგ არ არის ყოლი ისინი მსგავსი გონიერი გვირგვინოსანი 500 წელი დალეწილიყო მგელთავა სახსასრულიდან შენმა თითმა ბაბუამ ბაგრატ მესამემ შეძლო კვლავ განემთელებინა და განემტკიცებინა ჩვენი ბედკრული სამშობლო კვლავ აფრიალდა ფარნავაზ გორგასლიანი ქართული დროშა უფლისწულო ბაგრატ მესამე სიკვდილმა უწია არ დასცა და განკვეთილი თბილისის შემოერთება ერთიანი საქართველოსთვის ღმერთმა ინებოს დიდი პაპის საქმე შენ განასრულოთ წვიმოებს ხალხმა ბაგრატ მესამემ მშვენიერი ზედსახელით შეიტყო მას დიდი უწოდა ვინძლო შენი ვასკაცური საქციელი შენც დავემკვიდრო ღირსეული ეთში ქართველთა ხსოვნაში მე დავიმკვიდრე საქართველოს და გავათავისუფლებ თურქებისაგან საქართველოსა და ბიზანტიაში უცნაური ხმები დადიოდა უამრავი მუცლით მეზღაპრე მარჩიელი და ბერი გამოჩნდა სწორედ წითელ პარასკევს გეგუთის მახლობლად ტყეში დაბანაკდა ასიოდე სულისგან შემდგარი ტომი მათ ბიზანტიიდან თან მოყვათ სახელი აცინგანი ესენი მოვიდნენ როგორც ჯამბაზი მუცლით მეზღაპრენი და მკითხვარი
აციგანებად რწულონარები გაოცება დაბადეთ მორწმუნეთა შორის. ჭინკებიაო, ამტკიცებდნენ ერთი. ეგენი ჩვენაირი ადამიანები არიან, ნერთის კიდედან წამოსულიო. ამბობდნენ მეორენი. ერთ-ერთმა აციგანმა დავითის ოთახში შეაღწია. ვინა ხარ? რა გინდა? ნება მომეცით უფლისწულს მომავალი უწინასწარმეტყველო. მომეცი ხელი უფლისწულო. შენს მარჯვენაში ზეგრძელობა ცნაურდება. ხოლო მარცხენაში დიდება, უზარმაზარი დიდება. სასიცოცხლო ნიშანი მძაფრია. თავის მიერი მტკიცე, გულის ხმიერი კი მერყევი. შენ უბედობის ცოცხლში უნდა გამოიბრძნოდო. შენ ის ფოლადი ხარ, რომელსაც სუსხში აწრთობენ ხოლმე სარკინოზნი. ნუ გეშინია, გრიგალში გამოზრდის ვერას გავნებს ამ ქვეყნიური ღელვანი. ვერც მტრის მახვილი და ვერც ისანი ვერას გავნებს. მაგრამ ერთი რამ იცოდე, ორ რამეს ერიდე, ცხენსა და დიახს. დაიმახსოვრე უფლისწულო. ძიმედრო დასკომოდა ამ დროს საქართველოს შიგნიდანაც და გარედანაც თბილისი ჯერ კიდევ არაბებს ეკვეთს. საქართველოსგან გამკვეთილი იყო კაჰეთერეთი, ეზობლა თურქ-სელჯუკთა თანუწნენელი სამყარებლო ქრისტიანულ სამყაროს. დაბნეულ გიორგი მეორეს ვერაფერი მოახერხებინა მტრისათვის. 6 წლის დავით უფლისწულს გონებაში მწარეხსონად ჩარჩა ბოღმის განატირებული სახე მამისა, როცა იგი აჰმედ ამირასთან ბრძოლაში დამარცხა. აჰმედ ამირამ კი მთელი საქართველო გაძარცვა გაატიალ და როცა დიდი ზალი ნადავლი საქართველოს უნდა გაშორებულიყო, წინ დაუდგა თურქული მხედრობა იას ამირას სარდლობით. საიდან მოდიხარ? თქვენ თვითონ საიდან გვეწვიეთ? სადაც საბერძნეთს მივდივარ. საბერძნეთს დაგინეთ, რა დაგიკარგავთ? დაკარგვით არაფერი, მაგრამ ცოტა ხელს გავავარჯიშებ. ჩემს მომვერ ცოტა სურს მოვათქმევინე. თუ გამდიდრება გინდათ, აგე ქვეყანა საქართველო უკაცური უპატროა, მაგრამ ახლავსე გასალოც არის სიმდიდრე. ნუ თუ მართლა არ მოწყვე. რა დროს ტყუილია, ვერ ხედავთ რამდენიმე რამე მოგა, რამდენიმე თვის შემდეგ ჩვენზე დავბრუნდება. მაშ კარგი იყოს საქართველო. უცებ შემოbrunდა კალიასავით მოეფინენ თურქნი მაოხანის საქართველოს. მთელი ზაფხული და შემოდგომა არ ბიეს. ძარცვეს და ხოცეს, ქართლი, ტაოკლარჯეთი, იმერეთი, მესხეთ-ჯავახეთი, გურია, აჭარა, სამეგრელო. აგრეთვე და სპოვნენ ყველაფერს ფეხზე მდგარს. ეკლესიები თავლებად აქციეს. ყანავენახები ძეთსა და ეკალს მოექცა. გელი ყმუოდა ძაღლის ნაყეფარზე, იწოდა შენებული ყოველი. მოედინებოდნენ დინარენის სისხლიანის დაცლოს, წყალნი ქვეყნისანი წყლის ანაკადუნთა. ციკვდის გადარჩენილი ხალხი ტყეებში, ხეებსა და გამოქვაბულებში გადახვეწილი. აღარავინ ხნავდა, აღარავინ თესავდა, აღარავინ თიბავდა, აღარავინ რგავდა. ნუ თუ მართლა მოსასპობა და გადასაშრეტად გაემეტებინა ღმერთ საქართველო. ნება მომეცით უფლისწულს უწინასწარმეტყველო. გული მიგრძნობს, რომ რაიმე კარგს ვაუწყებ. ნება მომეცით უფლისწულს გიწინასწარმეტყველო. როცა თქვენი მომავალი არ გაინტერესებს, ახსნდეს ნება. მომეცი ხელი უფლისწულს. შენ ვერც კი წარმოიდგენ, რომ ძალიან მალე მეფეხდები. შენ დიდი საქმეებისათვის ხარ დაბადებული. შენ ქვეყანას სჭირდება და შენთვისაც მხოლოდ ქვეყანა იქნება უპირველესი. ხმებზე მძიმე, ძალიან მძიმე ტვირთი დაგაჭრება. შენს მარჯვენაში მზეგრძელობა ცნაურდება, ხოლო მარცხენაში დიდება, უზარმაზარი დიდება. სასიცოცხლო ნიშანი მძაფრია. თავის მიერი მტკიცე, ხოლო გულის მიერი მერყევი. მადლობა.
მაგრამ თურმე არა. მაინც არ ყოფილა ქართველი ხალხი ღმერთისგან განწირული. 1099 წელს მეფე გიორგი მეორემ ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა. ერისა და ბერის თხოვნით და მოთხოვნით საუკუნის მიერ ჩაკირული დოგმად ქცეული წესი დაარღვია და თავისი ცოცხლეში ტახტით 16 წლის ძეს დავითს დაუდგა. წურადი საქართველოს როგორც უდაბნოს წყალი, წურადი საქართველოს როგორც ნეუს ჟაღონე, წურადი საქართველოს როგორც უჩინოს თვალის ჭირი, წურადი საქართველოს როგორც სიტყვა დაღათე. მოხოთ מחვილო მესიისა, მოხოთ წყალბა გლახაკთაო, მოხოთ ჩენდობა ცოდვილთა, მოხოთ გამარჯობა ქრუებოთა, მოხოთ გამარჯობა მამულისა, მოხოთ ამარცხება მტერისა, მოხოთ აღზევება ქართველთა, მოხოთ საქართველოს შხომზისაო, გოლგოთიდან საქართველოს გამომხსნელი. საქართველოს სამეფო ნიშნებს გვირგვინს ტახტს კიპტრას ხმას საუკეთესო ჟამი დასდგომოდათ. ისინი ყველაზე ღირსეულ მეფეს უნდა ჩაებარებინა. რა ვქნა მამაო, გამოსავალი არ არის. მეფეო, კადრებს ჩევას, გაგიბედავ და მოგახსენე. იქნებს ჯობდეს გიორგი ბატონო, ტახტი შენ სავში ცოცხლეში, შენს ძეს, დავითს დაუთმო. მე ბევრი ვიფიქრე ამაზე, ბევრი უძილო ღამე ვართიე და დავწუნდი რომ დღეს საქართველოს დავითის ხელი უკეთესად მიუძღვება. დავითი გონიერია ძალუც გაუძღვეს და ტე შიშის ზარი დასწრეს. თანახმოვარ მამაო. მიხმეთ ჩემს ძეს. ხურთხეულარს მოსვლა თქვენი და დამკვირდება სამეფოსა ამასზე და უფლის მეფე სურს თავისი გადაწყვეტილება გაგრძნო. დამილოცნი ხარ შვილო დავით. მერც ვთხოვ, ღირსეულად გეტარებინოს მეფის მძიმე კვერთხი მანტია, ღირსეულად გაგეგრძელებინოს წინაპარ და ტრადიციები, ფარნავაზიან გორგასლიან სისხლით ნაღები დროშა ძირსად დაგეშვას. 10 წილ მოუწყობეს საქართველოს გიტოვებ, საქართველოში და ქართველების ყოფნა არ ყოფნა, შენზე კიდია. ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასა. ხალხო, ჩვენზე ყოფილიყოს ეს ნათქვამი. ჩემგან წელში გადაწყვეტილი ქვეყანა ფეხზე წამოაყენე შვილო. ხარავდეს ღმერთი. ამინ. აკურთხე მამაო. ხურთხეულარს მეფობა შენი დასასრულამდე ჟამთა. ამინ. იბრძანებია ამ დღის ასანიშნავად სასახლეში ზეიმი.
შემოამაყო, შვენიერო, ლამაზო ჯიშო, შეიმახვილი, შეისმინე მგოსნის ძახილი, დედაენა, შენი გუნჯი, შენი მახვილი, ედინას ტრობას, სუხს ედინოს მითებს, ედინას წარსულს, უფრო დიდი წარსულის ყრიტეს, არა შენ სინდის, არა შენ სულს, არა შენ სონას, არა შენს იმედს, შენს ჭრილობებს დიდებულს პოვლებს. მხოლოდ ქართველმა კაცმა უწყის ღმერთის წინაშე, რაც ლამაზე რა განძიდეს ქართულ სიტყვაში. ღია თუ ღამე, მე გიღიძე, სიხავის, ტკივის, თავწასაგდები მამალივით, ყივი და ყივი, არ ჩაგეძინოს, არ ჩაგშვიმოს, შეიბმახვილი შეისმინე მგოსნის ძახილი, დედაენაა შენი შუბი, შენი მახვილი, შეიბმახვილი. მას საქართველოს სამეფო ტახტზე იჯდა დავით მეოთხე ბაგრატიონი, მაგრამ ახალი გვირგვინოსანი თავზე გვირგვინის ნაცვლად საომარ მუზეუმს უფრო დაიმშვენებდა. ტახტის ნაცვლად ხედრის უნაგირს, სკიპტრას ნაცვლად კი ერქვანს გუთნისას, ხოლო ხმალი მისი ერთ დღესაც ქარქაშს ვერ მოიკითხავს. მოუწოდა და შემოიკრიბა ყველა, ვისაც კიდევ ძალუმად უჩქებდა ქართული სისხლი და კვლავ ჰქონდა იმედი სამშობლოს ხსნისა და აღდგომისა. დღე და ღამე სჭედნეს საჭურველს და მეფე იყო უპირველესი მჭედელთა შორის. იწვრთნებოდნენ და მეფე იყო უპირველესი მწვრთნელისა და მწვრთნელის. ხალხი სამალავებიდან გამოჰყავდათ. საომარ სამეურნეო სულს უბრუნებდნენ. სახლს აწყობინებდნენ, კერიაზე ცეცხლს უნთებდნენ. გუთანს მამაპაპურს გუთანს აჩოვდნენ და თვითონაც გუთნის დედობდნენ. მაგრამ გავიდა 4 წელი და სიკვდილის პირას მისული ხალხი გამოაბრუნდა ჭაბუკმა ხელმწიფემ. საქართველოს მატიანის დასწრდა მშვენებელი, ჩადგა ქვეყნის სათავეში დავით აღმაშენებელი, ჩააბრუნა ძველი ძალა ქართველ გუნდთა მებრძოლ სულში, ანაღანთო ჩირაღდან საქართველოს ნერწასულში. მაგრამ დავით მეფე სანამ გარეშე შემტრის აღვირახსნილობის სრული ძალით გაილასქრებდა, საჭირო იყო შინაურ ერისთავ და თვითნებობის აღკვეცა. ყველაზე ძლიერი ფეოდალი იყო დეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში, რომელიც მამაპაპა და ტრადიციებს არ ღალატობდა და თავდადებით ებრძოდა საქართველოსაც და მეფესაც. აჰა, მეფეო, მოგვიგვრია ეს ორგული ერისთავი. მან არ მოიშალა ავნის ძრახვანი დაგთხოვთ მას ახლავე გამოვტანოთ საბოლოო განაჩენი. თუ არა და ამას ჩვენ გავაკეთებთ, მთელი ქვეყანა შემოყურეთ, დასამართავი კითხავთ. რამა თუ კუდი ძაღლის არა განემართების და ასა კითხები მართლად ვაზ. გარდა მიწყვეტია, გაძევებული იქნას ლიპარიტ დეკარის ერისთავი საქართველოდან. რამა თუ არ გულთა ილი არ არის, ხმახთისა და მაერისა. მან შეაშევწარე ცრემლი ზადის ბასი ქართველ ქალებს, ხერხემალი გადუმტრია აღვირახსნილი ფეოდალებს, თავგასული მფლობელები დააჩოხა ტახტის ფეხთან და გაუხსნავდა ბიოთა ბოისპი და აზრიგლეხთან. დავითი დარწმუნდა, რომ მხოლოდ ფეოდალთა დარჯა ვერ დააწნარებდა შინაგანად აწესილ ქვეყანას, ეკლესიასაც დაკარგოდა სული თაებრივი სათნოებისა, ფეოდალი და ეპისკოპოსი ერთიან ძალად შეკრულიყვნენ მეფის ხელისუფლების დასაკნინებლად ან დასამხობად. მას გამოსადენი სისხლი კვლავ უნდა გამოდენილიყო და 1103 წელს დავით მეფემ უბნისა და რუში შეყარა კვლება, კვლავ უმტკიცეს და განურჩეველი აღმოჩნდა. საკრებულო მტკიცედ დაადგინა, რომ დიდმნიშვნელოვანი საეკლესიო რეფორმა. საეკლესიო თანამდებობაზე გადააყენეს და შეაჩერეს ყოვლადღურად გამოჩინებული. აიკრძალა დაწინაურება წოდებისა და მემკვიდრეობის მიხედვით. საეკლესიო თანამდებობაზე ინიშნებიან ნიჭიერი. იმისათვის, რომ ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურე ჰყოლოდა და ისა გაერთიანდა ორი თანამდებობა, მწიგნობა თვითმფრინავისა და ჭყონდიდელის. უზენაეს საერო ხელისუფლებასთან ერთად დავითი მტკიცედ მოექცა მეფის მეფის სასულიერო საჭირთ პრობლემას. და მიუხედავად ყველაფრისა, მეფეც ადამიანია და მასაც აქვს პირადი ცხოვრება. ადამიანური სწრაფანი და ზრახვანი, სიყვარული ფრთხილგოძებული. პოლიტიკური ანგარების დაქორწინებულ მეფეს არ უყვარდა დედოფალი. იგი ხალხის რჩეული იყო. გულის რჩეული კი სხვა ჰყავდა გვირგვინოსას. ლიპარიტ ერისთავის სასული, მშვენიერი დედის სიმედი გამხდარიყო მისი ოცნების წყარო.
როდენ დავიაროთ ასე უბრალოდ მე და შენ? მე არასოდეს ყოფილვარ უბრალოდ შენთან. ოღონ დავიღალე ქუთაისში ყოფილი. მეტამალე წავიდოდეთ აქედან. როდენდის უნდა გაგზავნეს ჩვენი სტუმრობა სასახლეში, სასახლის ჭორები ხომ უკვე აუტანელი გახდა ორივე. ამ სასახლეში ამიერი და შენ აღარ იქნები სტუმარი. მეფნოსო და მეფე ბატონო, შენ ჯულიერი მეუღლე გყავს, განგების ნიგი. მე მეფე ვარ და ჩემი სურვილი გარდუალია. შენთვისაც მე სიტყვას ვეპოულობ. ამიერიდან შენ ხარ ვენახე ჩემი, კი მეზროა შენი. შებედნიერი ვენახის ბატონო. რამდენჯერ მინატრია, უბრალოდ დაბიო იყო და მუშაკობდე შენთვის. შენთვის ზოგავდე სურსა. არა მეფე ბატონო, ჩვენი სიყვარული მდინარეს გაჰყვა, წყალმა წაიღო. შენ ჯულიერი მეუღლე გყავს, განგების ნიგი. შენთვისაც მე სიტყვები იდუმან ხარობენ ჩემ შტუჩი, როგორც ყვავილი ივაზისა, რადგან შენ ხარ ვენახე ჩემი. შენ ხარ საქართველოს მატიანებო, ბრძოლების, ომების ნუსხა, ისევ ომი. დავით მეფე შეტევაზე გადავიდა. 1120 წელს ერწუხის ბრძოლაში დაამარცხა თურქნი. კახეთ-ჰერეთი შემოიმტკიცა. განთავისუფლა სამშვიდე, რუსთავი, ლორე. ჩამოუქროლა პირველად თბილისის ირგვლივ ქალაქებს, რუსთავს დმანის და შამშვიძეს, თურქთა ლაშქარის ბანაკებს, ჩამოუქროლა გაფრინდა გმირი დავითის ჩაჩქანი, რუსთავს დმანის და შამშვიძეს, მოსპო თურქებთა ლაშქარი, იხსნა ქართული ციხენი, ასწლობით დახნის თხოვენი, ფიჩეთ ჩაუდნენ გალავნებს ქართველი მეციხოვე. მაგარ წინ დიდგორია და შეიყარა სრულიად თურქოვან ეჯიმადი მილღაზის მეთაურობით და წამოვიდა საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ დასაჩოქებლად. ღვთისმშობლის წილხვედრი წალკოდის გასავერანებლად, ქართული სისხლის დასაშრედად, ქართული გენის ჩასაკლავად, ქართველების აღმოსაფრველად. მას დიდგორი შეიქმნა სახელოვანი ბრძოლის მასპინძელი. მახალობელი საქართველოს ბედნიერი მერმიწისა, ხოლო ნათლია დავით აღმაშენებელი. თბილისთან ახლოს დიდგორის ვიწროებში განალაგა ჯარი მეფემ და სისხლის ზღვრის დაწყებამდე ასე მიმართა თანამებრძოლი. მეომარნო ქრისტესანო, თუ ქვეყნისა და ჯულის გადასაჩენად კვლავად ვაშკაცურად ვიბრძოლეთ. არამც თურქთა ვიდეშმაკის ხედრობას ადვილად. აშვილათო სამშობლოსა და ქრისტესათვის. დაფიცი და თურმა ბრძოლის ვეზე დავიხოცები და უკან შეჩხვენი არ გავიქცევით. განემზადენი ძმანო და შვილნო, წინ ქრისტესათვის და საქართველოსთვის. ვიცავ! 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 ქალებ ჩაუბან ფერხული და გაზახიან არაქსაჰე არა გაუყარაულე და არა გაუყარაულე ომში მიმავალ ლაშქარსაჰე და არა გაუყარაულე ომში მიმავალ ლაშქარსაჰე. დიდგორის ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტო ოქროს ასოებით ჩაიწერა საქართველოს მრავალტომიანი მატიანის ფურცელს. დიდგორი დიდი გული აქვს ქართველს, დიდგორი დიდი იმედიც არის, დიდგორში მაშინ დანთებულ სანთელს არ ჩაქრობია ჯერ კიდევ ალი, დიდგორი დიდი გული აქვს ქართველს, დიდგორი დიდი იმედიც არის. დაწესალეკა ჩვენს ველზე ზეგას მოწყდა მტერი მუქარით დავით, მაგრამ თუ შეჯუგ დუშმათაზე რაიღო ხმალი მეფე მან დავით, დასცეს ნაღარას და ბარბის რადავს, წამოიგრაგნე რაზმები ფირცხლას, პირველი დავითმა ცხენკაცი გაჭერდა ხმლისაწვერი უწუდინა მიწას. გაიგრიალაცაში ჰოროლმა მოზიდე შვილდი ბოდარი წყოსნეს, მეფის ნახმლევი თითო ჰოროლა ეხლა ჩრება დაწყვიათ ბორცვებში. დაზაფრეს მტერი თავზაი დაცეს, დაცხილე ზეცა გატოვეს ტერი, და თუ მჭარბობდა მომხური აჭერ და წალეკეს დაავდეს ტერი. დიდგორის ომმა მაშინ ყონათელ, როდია მთავარ სიმრავლე ჯარის, დიდგორი დიდი გული აქვს ქართველს, დიდგორი დიდი იმედიც არის, დიდგორით მტერი შემდეგშიც მუსრეთ, რეკდა დიდგორი კაბაგრად ვაშად, ზოტრე დადიან სეხატა გულზე, ხმალს უფხავებდა შამქორში ლაშქარს. ხმა დიდგორისა დედების ლოცვად, ხმა დიდგორისა მამების რისხვად, გვიხმობენ მებრძოლს, გლეხ კაცთუმგოსად. სამშობლო იხსნათ,
სამშობლო ვიხსნას. დიდგორის მტრის შემდეგში ძლიერ ჩმილისას ძილი მრავალდიდ ვიღმეთ. იქნებ დიდგორი რუსთველის გვინებს აღებინებ და ქაჩეთის ციხეს. რუხტუბასიას მარტყობ მარავდას ქვედგა დავითის საჩხდილი დიდი. ის გვამხნევებდა და გვიფარავდა და დავით ფეროს დამავაც დიდით. როგადი შვემთებს დიდგორის კალთებს თვარეთ დახნათის დავითის ფარი. დიდგორი დიდი გული აქვს ქართველს. დიდგორი დიდი იმედისას. ნისლიან თებზე შედგა აისი. ციდან დაეშვა მზის სხივი ცინცხლად. დაცი ჩუმერში გვინად გაისმა. მადავითისა კამაგად ფიცხლად. დაიძრა ტალღა ავარდა ქარი. გააქვთ ჯახანი ნალებს და დეზებს. და თურქ სელჯუქთა ურიცხვი ჯარი. უცებ ბრინჯივით მოიბნა ველზე. შეშინებულნი ძაღლი ვიტყეფენ. თანგასაქცევად გაურბით თვალი. ქართველთა თავკაც სარდალდა მეფეს. გორგასლიანი უჭირავს ხმალი. ბრუნავს სიკვდილის კალო და ცელი. მიედინება სისხლის ქრიალით და უკან გარბის თავბედის წყევლით. სისხლ ნაჭამი მტერი ტიალი. წელში გასწორდა იმ დღეს ერიდა. მეფე მათ ბრძანა განაღა ყვეხნით. საქართველოში ამიერიდან სამტროდ ვერავინ შემოდგას ფეხი. მიმოფანტულა შუფარ შიმშერი. მინდორში ყლია ალაფიძნელად. ციდან ჩამოდის ზეფეხში შველი და დავითის წინ მუხლებზე დგება. აღმდგარო სამშობლოსათვის დროშა ძლევისა ყავდა მღლებენ. ვინ გადეხვეწა ცხენი ჩემს ბახურს, რომელიც ჩვენი მაოხრებენ. არაბიელი თურქმანის პასი დავითს მოჭამა ჩვენი ქვეყანა. შენს პლავს მალაკის საზღვართან გარეთ, როგორც ქვიშა გადაეყარა. ბრუნავს სიკვდილის კალო და ამ გამარჯვების აღსანიშნავად სასახლეში თქვენი მიბრძანებია. ხეკო. ქართველთა მეფეს ხელთეყრა მანამდე გამარჯვებულთა შორის ყველაზე დიდი ძლევა მოსილების კვერთხი. დიდგორი ისტორიაში დარჩა ვირთად საუბრწყინვალესი ნიშანი ქართველთა გმირობისა და მარადიული უკრავებისა. დიდგორი ქართველთა სალოცავად იქცა. დიდგორი შეექმნა პროლოგი ფეხბედნიერი მოვლენისა, საქართველოს დასა და სრული გაერთიანებისა. დიდგორის ომი. არა, ეს გამარჯვება მე არაფრად უნდა. რატომ მეფეო? დიდგორის ომი ხომ მთელი მუსლიმანური სამყარო ჩემს წინ დავაჩუქე? არა, სამუდამო გამარჯვებას მხოლოდ მაშინ ვიზეიმებ, როცა თბილისს გამოვხსნით ტარვალთა ასლოვანი ბატონობისგან. როცა ერთიანი საქართველოს დავხსნით, კვლავ თბილისში დავბრძანდეთ. მეომრებო, ვიბრძოლოთ თბილისის საჯარო საქართველოსთვის. დავამარცხოთ ტედი ჩვენი გადაშენებული გდომი. ვიზავ! 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 მუმლიდა მუხასა
ქვეყნა ის იმეუფე საქართველოს მთელი კულტურული ცხოვრების ჩაუხრელი მოამაგე და მფარველი იყო. დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის ზენიშანი შეიქმნა მისგან ნაგებულ სავანე გელათსა. ააშენა ერთ როულად ტაძარსა და აკადემიაც. მეფე თვითონ იყო მთავარი ხუროთმოძღვარი, ქვის ოსტატი და ხვეთამტრეველიც. თავი ტაძარსა და აკადემიის გარდა გელათურ ანსამბლში კიდევ ერთი ნაგებობა შედიოდა ცენონი სამკურნალო საავადმყოფო. აქ თვითონ დადიოდა მეფე დავდომილთა და ავადმყოფთა მოსანახულები. ბევრს ზრუნავდა დავით საქართველოს გარეთ არსებულ სავანეებს. აშენებდა ახალ სახლებს, აღადგენდა ძველი, აგებდა ხიდებს, სავაჭრო და საფოსტო სახლებს. ზრუნავდა ახალგაზრდობაზე, ღირსეულ ქართველებაზე, ერთმევა ერახინებად მათ ჩამოყალიბებაზე. ხელში გელათი უჭირავს ერთში, წიგნი უჭირავს მეორე ხელში. მეფია კახთა, სომეხთა რანთა, აფხაზთა სვანთა დაუდი მართა. ტანზე ქრისტეს იაცვია კვართით, გადაჰყავს თევზი რიონში მტკვართით. ზეია კახთა მთიები რანთა, ლიფლიფი სვანთა დაუდი მართა. 1122 წელს დავით აღმაშენებელი თბილისში შევიდა. იგი თავის ზეობის მწვერვალზე შედგა. შიგ თბილისში სელჩუკები ძალიან შიგებენ უკანასკნელს, მაგრამ მათი სიმაგრენი დავით მეფის ფეხქვეშ დასკრე და თბილისში ზეიმურად დავით მეფემ შედგა ფეხი საქართველოს ცხოვრებაში დადგა წელი გარდამტეხი. ამის შემდეგ დავით მეფემ მიასკრა ადრში, შირვანში. 20 წლიანი ომები ბრწყინვალედ განესრულა. ქართველი ხალხის წინამძღოლობით შეიქმნა კავკასიის ერთა ლავრის სახელმწიფო, ნიკოფსიიდან დარუბანძამდე და ოსეთიდან არეგაზამდე. დავით აღმაშენებელი შეიქმნა შემოქმედი სრულიად კავკასიის ერთიანი იმპერიისა. გადაუჩა ქართლის გული, არაქ ხუთა გვატოვას, გადაუჩა ვერავინ მტრევის 400 წლის ბატონობას, პრასითოჩხრე დაუბრუნა საქართველოს მებრძოლ ბანაკს, პირველობა დაუბრუნა საქართველოს დედაქალაქს. მაგრამ ქვეყნად მაინც ვძლავრობდა ძალა, რომელმაც კარგად უწყოდა, რომ დავით აღმაშენებლის ძარღვებში მოკდავი ადამიანის სისხლი დიოდა და არა ღვთაებრივი იქორი. ეს ძალა იყო სიკვდილი, ძველი და ყოვლის მუსრელი. დავით აღმაშენებელსაც დაძებდა სიკვდილის შესახებ. დაძებდა ხან მალვით, ხან გაბედია. სამებრძოლაში შეხვდა სიკვდილი დავით მეფეს პირისპირ, მაგრამ სამოჯერვე უკუიცა მის საოცარი თეორიის გამხდარი და გაფიცრებული. შემდეგ სიკვდილმა ბრძოლისას თავიანება და აღმაშენებელ ჟანს აღჩენებლობისას მოუნდომა ანგარიშის გასწორება. უკვე გუმბათს მიწეული გელათის ტაძრიდან ჩამოაგდო და მიწას დაანაცხა, მაგრამ ამაოდ. გამოჩნდა რიგით 306 მკურნალი. გვალად ავშანდაძე, რომელმაც 12 ფურირმის ნაწილებში ჩააწინა მეფე და ესეთ განაგდა სიკვდილი მისი სხეული. უფრო ბოროტ იგზით მოიდონმა სიკვდილი დავით მეფისა. სიკვდილმა განპატიჟება ბუმბერაზი გმირისა ამ ქვეყნიდან. ერთხელ ქართლის ერთ-ერთი ციხისათვის ბრძოლის ჟამს მეფე პერანგის ამარა გამოვიდა კარვიდან. შედგა კარვის კარებთან. უცებ ციხიდან ნასრულმა ქეიბურმა გაიზუზუნა. მეფესთან კერძე ოქროს პატარა ხატი უწყინავდა მთავარ ანგელოზისა. ის არის წივილით დააცხდა მეფის პიტალო მკერდს. თითქოს აისხლიტაო. ის არის სწორი დავხაც მოხვედროდა. ისევ მოსცაროდა ხელი სიკვდილს. ახლა სანადიროს გაყვა ნადირობით მოწელე მეფეს, მუხრანის სანახეებს მიჰყვებოდა, ცხენზე ამხედრებული წიგნის კითხვა ჩამოუვებოდა. უეცრად ყრიდან ნადირი გამოიჭრა, დავითმა მშვიდი მიმართა და ნადირს მიჰყვა. სწორედ მინდორევე შეირთა ჩაკვეთილი ხრამი და ცხენი ხრამის ბოდეში იასწრა. უნაგირდა ნაცვლეტილი მხედარი კი შორს დაინერცხა. 3 დღეს აღებინებდა სიცხის კერდან, მაგრამ ამჯერადაც ძლეული წავიდა სიკვდილი. ბოლოს მოსწყინდა სიკვდილს საარაკო გმირთან თამაში და მასთან მივიდა ისე. უბრალოდ, მრავალჯერ ნაცადი ხერხითა და ნატკეპნი გზით. იქ მიაკითხა, სადაც მielis ყოველი კაცთაგანი, მოკდავთა სარეწელზე. ტახტის მემკვიდრეობის წესი პირმშრომლობის პრინციპს ემყარებოდა. დავით მეფეს კი საწერელი მოემარჯვებინა და საუკუნეებს გამოვლილ ადათს ასწორებდა. საქართველოს მეფე შეიქმნება დემეტრე, რომელსაც ევალება ძმის ვახტანგის სამეფოდ აღზრდა. რათა მას შემდეგ მეფე ჰყავს მამულსა ზედა. უეცრად მეფის ტახტა ბუნარში საფიქრალი შეიჯრა. ანდერძე იგი ოჯახის წევრებს გონების თვალით გადაწყდა. პირველი ქორწინება სავსებით ყმაწვილს შეერთდა სომეხი ქალი, მისგან შეეძინა პირშო დემეტრე. მეორე ქორწინება დედოფალი გურანდუხტი. ამისგან 2 ასული, თამარი და კატარი, ბიზანტიისა და შირვანის დედოფლები არიან. ბოლოს შეეძინათ ვიჭი ვახტანგი. 1018 წელს ძალიან უყვარდა მეფეს უმცროსი ვაჟი. ანდერძი მზად იყო იმავე დღეებში
შიმა მეფემ გარასულა გალობანეს წინანული ხანი, გასაოცარი აღსარება ფილოსოფია და ზენა ართული. უცებ თავის საყვარელი დედის სიმედი ეზმანა მეფეს. დედის სიმედი, მიუწვდომელი ოცნება მისი, ვენახი მისი მოუკრეფავი. და თითქოს გულსხმას მიხვედრილი სიყვარული, ვილასავით გამოეცხადა, აჯ უკვე მონაზონი, სმა შეკვერცხლილი დედის სიმედი. შენც მეპატიეთ და ჩემი და შენი სესული საქართველოს რომ შევწირეთ წავიდა. დასიზა მეფე ბატონო, ვერც მეფენი გაიქცევიან განგების ნებას. უმეც ასეც წადაალ. იდგა 1024 წლის 24 იანვარი. ამჯერად კი იმძლავრა სიკვდილმა, რადგან სწამდა, რომ არც დავით მეფის ძარღვებში ჩქეფდა ღმერთების სისხლი იქორი. იძლია სიკვდილისაგან დავითი მესიის მახვილი. საქართველოს ჰერაკლე და ალექსანდრე მაკედონელი. ქვეყნის განმათავისუფლებელი და გამაერთიანებელი. დიდი რეფორმატორი, პოლიტიკოსი და დიპლომატი. 60 წლევამოსილი ბრძოლის გარდამხდელი. კავკასიის ერთიანი სახელმწიფოს დამაარსებელი. წიგნობარი ძენთაბრძენი და ფილოსოფოსი. კაცი, რომელმაც ისევე შექმნა ძლიერი საქართველო, როგორც ღმერთმა სამყარო. და ბოლოს ადამიანი, რომელმაც ქვეყნის კეთილდღეობის საფრთხეზე მიიტანა სათუდად ნაფერები ნალოლიანი, მაგრამ უბედური სიყვარული. გელათის კართან გათხრილ სარმახში ჩაასვენეს მეფის ცხედარი. ერთი დამაზი, უზე დამაზი, ცეხი ყოველმა წყალობა ყავი. საქართველოს ყოლის პრობლემა ვისურვე დავით. ფეხვერი გაწვდეთ საფლავსოდი, ყურძნის ტენები. ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო, მიუწევები, ირსახურებდი ქართულ მიწა-წყალს რა იგადარდეთ, გასწიე იგი ნიკობს ისგან და რუბანდამდე, თუ ეს ქართველთან თავდაბლობა ოდით და ოდით, თუ ცოდვილი ხარ მაშინ მეფეო, რა გაქნა ცოდვით, სულის წინშვიდის ვერსინს პოვეთა. ყულზე დამაზი, ცეხი დამაზი, ყულზე ყო. ნუ შემომწყრები დიდო მეფეო, თუ ვერ ვითნიო. შენი წადილი ესე უბიწო თოვლი კფენია, დედის სიმედი მანდილი, ვინძლო უძლიერეს მეფე დაფია, ვით დაგაბიჯო ფეხი ამდილი. ჩვენმა წინაპარმა გულში ჩაიტია და შთამომავლობას გადმოგცა არსენი ყალთოელის შეთხსული ლექსი ეპიტაფია. ვით ნაჭარმაგებს მეფენი, 12 ყურად დამესხნეს, თურქნის სპარსნი და არაბნი, საზღვართა იქით გამეხსნეს, თევზიამერთა წყალთაგან, იმერთა წყალთა შთამეხსნეს, აწიამაცა მოქმეცა, ხელი გულზედან დამესხნეს. თუმ წყობდა ჩვენი გავდაბლელში ხელის ცეცება, თუმ სლოცვა ჩვენი აღარავის ესმოდა ცადა. დღეს მოყილმა საქართველო მიხილა ცადად, რომ კლავ ფეხს ედგას რომ არ ეცემა. დღეს დროის ბნელი წიაღიდან გამონაჩუქი დავითის სახე კვლავ უბრუნდება საქართველოს, რომ დაამსხვროს ერისთვის ძიმე ხუნდები, იღვიძებს იგი უძლეველი და მზეჭაბი. თავის მამული რომ ენახა უნდა ერთხელად, თითქოს და ზეზე წამოაგდო მიწა მივერთა. სამარის ლოდიას წია და წამოიმართა, იგი აღნაგი, ხრებგაშლილი ვეებერთა. ქვეყანას თალი მოავლო ქორული მზერით, ძლავრი მარჯვენა ნებით თიშით მაღლა აღმართა, რომ კვლავ დამართოს რაც მტარვალს ბევრჯერ დამართა, რომ არ მიგვატოვოს ამ მიერიდან არასოდეს. ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო, ოდეს მე დიდი ყოფილა საქართველო, ყოფილა დავით მეფე აღმაშენებელი, ყოფილა ნოპიზრები გასაშტერებელი, ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი, რასაც მოყოლია შოთა რუსთაველი. ჩემო მიმინო და ჩემო ფთანათელო, ოდეს მე დიდი ყოფილა საქართველო. ყოფილა ნიკოფსი და რუბანდამდე გაჭანებული და გამოჭანებული, ტოებ გაშლილი და აღმოცინებული, ყოფილა ორდღვაშივა აღმოცენებული, ფიეს საქართველოს ყოლია ვასლები, თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები, წევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია, რომ გამზადებულ ვართ ახალ ბიძად. მაგრამ უცაბედად მატრია რეულა, ბორბალი უკუღმა დატრიალებულა, ჩვენთვის მოყოლია პირველი სასჯელი, მოყოლს მოყოლია თურქი და სპარსელი,
ტურბა საქართველოს შუა ყორნებს წაუღიათ თურქებს სპარსეთს და ოსმანეთს შუაზე გაუყვიათ შაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვევლა იყათო და კეტილა გელათიდან გრევლა 4 მეფეს სულ სისხლის წრებლებით უცრემდათ 4-ვე საბრალო ლექსები უწერი რა დროს ლექსიაო მოუკვდეს პატრონ ხმლით შემოვარდია ეკლებატონ ამას მოყოლია ვახ დრონი ჩემო თვალნათელო ჩემო სანატრელო ოდეს მე დიდი ყოფილა საქართველო შენი დიდები თასუკენთები შენს ნამაგარ წვებით გალობ ხელდგან ამტკიცე შენ საქართველოს დარუბანდიდან კენის ბალამ უკვე 3000 წლეული დაილოცა საქართველოს დასაბამიდან დღემდე. ეს დრო ძალიან დიდია, ჩვენი პატარა ქვეყნის. დროთა ჩვენი წინაპრები ქმნიდნენ ხალხურ ლიტერატურულ თუ არქიტექტურულ ძეგლებს. როცა ჩვენ წერდით ვეფხვის წყალოსაც, მაშინ ჩანასახისაც კი არ არსებობდა. ის დღეისაც ის განვითარებული ქვეყნები, რომელსაც ფონზე ჩვენ მეტად უსურნიბა. ჩვენი წინაპრები სულ ებრძოდნენ შინაურ თუ გარეშე მტრებს და დრონაკლებად რჩებოდათ ქვეყნის გალამატებისა და დამშვენებისათვის, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ქმნიდნენ საკვირველებას. ძისხიობის ძალომ გამონათებას გავდა ჩვენთვის დავითის, თამარის ხანა. ბედნიერი იყო მაშინ ქართველობა და საქართველო. დღეს კი ჩვენ სამწუხარო და სავალალო ჩვენი ცხოვრება იმ დიდებული დროის საჩდილთა დამსგავსებია. მოდით ყველამ ერთად ვილოცოთ ჩვენი საქართველოსათვის, ჩვენი ლამაზი ქვეყნისათვის. რათა აღვადგინოთ ივერიის უძლიერეს სახელმწიფო, რომელსაც ოდითგან მტერს შიშის ზარცემდა, ხოლო მოყარეს გულს სიამაყით უსწევდა. გმირები წავსე სამშობლო მხარე დღეს ამარებით გული მღელვარე იდიდე ახმარ ზღვაში ვერ გარე ეს სიმღერა საქართველოსი იდიდე ახმარ ზღვაში ვერ გარე მიხარის გიცკეთ წუხარ და გიცკეთ და ესე ცქერან სურ სიკვდილამდე მადლობა ღმერთს რომ შეახლებინა მადლობა კიდევ ღმერთს რომ ამდენი ხალხის გული დავიყარით მე და ჩემი აღსასრულებით ყველაფერს მადლობას ისევ ღმერთს წირა ყველაფერზე ისევ მადლობა ღმერთს და ამ ბედნიერ წამებს მინდა გავიხსენო ამ სკოლის შექმნის ისტორია. ვიხსენებ 2 წელიწადია და ვეღარ ვიხსენებ, რომ მიახლოებით დიდგორობის დღეებში მქონდა გამოცხადება. 1 წელი ეს ადგილი თქვენ ველოდებათ და იმოქმედეთ. წლებში ვჭავდი ინსტიტუტის ფანჯრები ვნახე, რა ადგილი უნდა მეთხოვა იმ სულნათ ამირან სეხნიაშვილისათვის, რომ აქ ადგილი მელოდებოდა. გავიდა დრო და მართლა ეს ჩემი სიტყვები გამართლდა. ეს ნაწინასწარმეტყველი თურმე 1 წლის წინ მართლა სკოლის შექმნას დომრია, თვინმე ახალგაზრდა. გიღვმენ
დიღმელებს, მაგრამ რა ვიცი, ალბათ ღმერთმა შეუშალა ხელი და ისე მე მომანდო. დაახლოებით პირველი საბუთი ამ სკოლის შექმნის 12 აგვისტო იყო, რომ მოვკიდე ხელი ამ საქმეს. 14 აგვისტოს მეორე საბუთი. ხელს მაწერინებ ერთ-ერთ დიდ სახელმწიფო ინსტანციაში რაღაც საბუთზე და კითხულობ ფირმა თინათინ კოტორაშვილი. გაოცებული და აღშფოთებული დავჭი. რა ფირმა თინათინ კოტორაშვილი მე სკოლას შექმნა მინდა ჩემი სახელის დიდებისათვის ცხოვრებაში არ მიზრუნია და რაღა ახლა ბოლოს ამიხსნეს რომ რა კანონიც არსებობდა ჩვენ სახელმწიფოში. წამიერად რაც შეიძლება იმ დროს სანამ ხელს ვაწერდი გავიფიქრე ჩემო მოვალ სკოლას მაინც რა სახელი უნდა მივანიჭო მეთქი. ერთი წამი იყო დიდგორი 14 აგვისტო ის ძველი ყველაფერი ეს დიდგორობის დღეებში ჩვენ დიდგორობის დღეებში 20 მაისის შემდეგ გამოცხადება ეს პირველი საბუთები მაინც დიდგორობას დაემთხვა. საბოლოოდ ჩემი ნაბიჯი ბოლოს მაინც იმ სუნათ დავით აღმაშენებელთან მიდის. ჩემი გადაწყვეტილება აი მაშინდელი წამიერი გაელვება გონებაში. აი დღეს დაუსვი წერტილი. აი იმ გაფიქრებას რომ ამიერიდან ჩემს სკოლას ატარებს დავით აღმაშენებლის სახელს. მისი სუნათის სული ფარადეს ყოველთვის. მისი ძალა ფარადეს და ჯერა რომ აი ჩემ ახალ თაობას, ჩემ აღსაზრდელებს გავზი საქართველოსათვისაც, პირველ რიგში დიღმისათვისაც სასახელოებს და საქართველოსათვისაც სასახელოებს. მადლობ ბავშვებო ამ ლამაზი დღის მოწყობისათვის. ჩვენ ბევრი შეგვიძლია. წინ თავარი ბრძოლა გადავიტანეთ უკვე. წინ დიდი გზაშვარს. ჩვენი დიდგორი უკვე გავიარეთ. წინ აღმშენებლობისაკენ, ჩვენი სკოლის გაძლიერებისაკენ. მადლობთ ყურადღებისათვის. ეს ისტორიული დღეა და ჩვენი სკოლის ისტორიაში დარჩება. სამახსოვრო სურათები ცალ-ცალკე კლასებთან გადავიღო. პირველი კლასი, მეორე კლასი მობრძანდით ჩემთან. სტუმრებიდან პატივს სიტყვას ხომ ვერავინ შეგვაწევს, ბატონო რეზო. თქვენ ახალი კაცი. ბატონო, კოდორაშვილი, გამის სკოლაში ვისწავლოთ, ვისთან გადავიღოთ. ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ საამისუდოში მოვიდიოდი, რომ აქ სკოლა იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებთან მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თავად უკვე დატოვებული ვიყავი იქ როგორც ლექტორი და ამ ხნის განმავლობაში წლები გავიდა, ასაკშიდაც შევედი და არასოდეს ახალგაზრდებთან კავშირი არ გამიწყვეტია ჩემს ცხოვრებაში. ეხლა მე ძალიან მოხარული ვარ, რომ საკვლევო სამეცნიერო ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში აქ დამხვდნენ ეს ასეთი ახალგაზრდები. თან კიდევ როგორც დირექტორმა ბრძანა და კიდევ გავირკვია, ეს არის სულახლებული სკოლა. ძალიან საინტერესოა, რომ აი აქ სოფელ დიღომში ასეთი სკოლა ჩამოყალიბდა. მე დარწმუნებული ვარ, თქვენს მშობლები ამისი მაყოფილი იქნებით და მე კიდევ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები აი ასეთ ძვირფას ტრადიციებზე იზრდებიან მართლაც და დიდგორში აი ამ ჩვენს ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო, რომ ასეთი ახალ პრინციპებზე დამყარებული სკოლა ჩამოყალიბებულიყო და მე იმას ვისურვებდი, რომ აქ აღზრდილი ახალგაზრდები ყველაზე უკეთესნი იყვნენ და აქედან აღიზარდონ მართლაც საქართველოს შესაფერისი აი ამ დიდი გმირების ღირსი ადამიანები. მე აგრეთვე დარწმუნებული ვარ, რომ აქ აღზრდილი ახალგაზრდები და შემდგომში კიდევ ამავე ინსტიტუტში იმუშავებენ, დაამთავრებენ ინსტიტუტებს, აი ჩვენი პროფილით, აქვე იმუშავებენ და კიდევ ჩვენი ვალი იქნება, რომ საქართველო ავაღორძინოთ და საქართველო აღორძინდება მაშინ, თუ პირველ რიგში სოფლის მეურნეობა აღორძინდება, მექანიზაცია აღმოჩნდება და ისურვებს სულ წარმატებას და კარგად ყოფნას. ბატონო გოგი, გოგი ბიძია, ასე მოგმართავთ ხოლმე. გოგი ბიძია,
მეოთხე კლასი. როგორ ჩავსვათ? მოდი ვასიკო შეჭადე. მეხუთე კლასი. მეხუთე კლასი. მეექვსე კლასი. ჩვენი ხერხემალის სკოლის. მეშვიდე კლასი. სტუმრებთან ერთად როგორ გადავიდეთ? კი ბატონო, მასწავლებლები, პედაგოგები. პედაგოგები. გაბატონდით, მოგწევთ პედაგოგები. ისტორიული დღე გვაქვს. ფოტო. კი ბატონო, პედაგოგები. უბრალოდ შეიძლება პედაგოგები სტუმრები. კონანი ვაკა, მე ჩამოვიდე სტუმრებთან ერთად, ხო? ბავშვებსკენ. სტუმრებთან ერთად როგორ დავდგე, ბატონო? შობლები. ეს რა ახალი შემოიტანა ხოთირა კოტოროჟული ვინ არის რა თქონალა დააქცია. შობლები. გამბარელი, გასაწევად. კი, ნინო ამოდი. შობლები ხარ კაცო. ირმა. გადაუღე. ნინო ამოდის რა ამოდის. ნიკა ყველა მოვიდეთ თუ არა? არა არის დე. არა შორიდან გადაიღე ნათია. სურათში ვერ მოხდა.
Thank you.